PSG-ს გულშემატკივრების რჩეული ხვიჩა კვარაცხელია. ფრანგული გამოცემის გამოკითხვის მიხედვით ფანების 99% თვლის, რომ ქართველი გარემარბი პარიზული კლუბისთვის უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე მბაპე. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი PSG-ში 2017-2024 წლებში თამაშობდა და 205 მატჩში 175 გოლი აქვს გატანილი. კვარამ მიმდინარე სეზონში 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა ტურნირის ჯამში 18 გოლი გაიტანა. არაერთი საფეხბურთო ექსპერტი ასევე თვლის, რომ PSG ევროპის საუკეთესო კლუბი სწორედ მბაპეს წასვლის შემდეგ გახდა. ლივერპული ალისონ ბეკერის შემცვლელს აქტიურად ეძებს. Team Talk-ის ვერსიით მერსისაიდერული კლუბი პირველი მეკარის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად დიოგო კოშტას განიხილავს. მათივე მტკიცებით ალისონის იუვენტუსში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. მამარდაშვილმა ამ სეზონში სრულიად ვერ მოახერხა მწვრთნელის დარწმუნება, რომელიც ლივერპულის მთავარი მეკარეობისთვის მზად არის, წერს გამოცემა. თავით გატანილი გოლი კრისტიანო რონალდო 1000 გოლიან ნიშნულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ალ-ნასრიმ საუდის პროლიგაში ალ-აჰლი 2-0 დაამარცხა. თამაშში კი კრისტიანომ 970 გოლი მიითვალა. 41 წლის ლეგენდარულ პორტუგალიელს მისდამდი ახლა მხოლოდ 30 გოლი აშორებს. რონალდო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას. ცუდი დღე ქართველი კალათბურთელებისთვის NBA-ის პლეი-ოფში. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი კლივლენდთან მეხუთე მატჩში დამარცხდა და სერიაში კვლავ ჩამორჩა. გოგა ბითაცის ორლანდო მეჯიკი კი დეტროიტ პისტონთან დამარცხდა და მათი უპირატესობა 3-2-მდე შემცირდა. თამაშები 4 გამარჯვებამდე გაგრძელდება.